თავდახრილი ძაღლის პოზა არის ერთ-ერთი საბაზისო იოგას პოზა. ის აგრძელებს ფეხებსა და ზურგს, ასევე აძლიერებს მხრების სარტყელს. ეს არის მოძრაობა, რომელსაც ხვდებით თითქმის ყველა იოგას გაკვეთილზე. მათთვის, ვინც იოგით არის დაკავებული, თავდახრილი ძაღლი ერთგვარი სახლია, რომელშიც თითოეული ვარჯიშის შემდეგ ბრუნდებით. ეს ასანა იცვლება და ვითარდება პრაქტიკაში, ჩვენს განვითარებასთან ერთად. ძირითადი კუნთები, რომლებიც ამ ასანაში იჭიმება, არიან ჰემსტრინგები, ბარძაყის უკანა კუნთები, კანჭის ტყუპი კუნთი, გასტროკნემიუსი და ქუსლის კუნთი სოლეუსი. ხელების თავზემოთ აწევა ჭიმავს ზურგის უგანიერეს კუნთს, ლატისიმუს დორს და მკერდის დიდ კუნთს, პექტორალის მეიჯორს. დელტისებური კუნთი დელტოიდი სტაბილიზაციას უწევს მხრის სახსარს. მხრის სამთავა კუნთი ტრიცეპსი იდეღს სვლის და ხელების გასწორების საშუალებას აძლევს. ზედაპირული უკანა ხაზები SBL სახელით ცნობილი ურთიერთდაკავშირებული ხაზებიდან პირველია, რომელიც თომას მაიერსის ფუნდამენტურ წიგნში ანატომიის მატარებლები არის მოხსენიებული. ფეხის თითების ქვედა ნაწილიდან იწყება. ეს უწყვეტი ხაზი ტერფის ქვედა ნაწილს ეხვევა, ქუსლის უკანა მხარეს აქილევსის მყესში მრუდდება. შემდეგ იყოფა მედიალურ და ლატერალურ ტყუპი კანჭის კუნთებად, უფრო ფართოდ ცნობილ წვივის კუნთებად. დელტისებრი კუნთის სტაბილიზაციას უწევს მხრის სახსარს. მხრის სარტყელში ფუნქციური შეზღუდვა ზრდის დატვირთვას ამ კუნთზე. ზედა და ქვედა ტრაპეციული კუნთები სტაბილიზაციას უწევენ ბეჭს. მუცლის განივი კუნთი transversus abdominis ეხმარება წელის ნაწილის სტაბილიზაციას. ბარძაყის ოთხთავა კუნთი quadricepsი მუხლს შლის. წინა დაკბილული კუნთი serratus anterior სტაბილიზაციას უწევს ბეჭებს გარე როტაციით. მკერდის დიდი კუნთი pectoralis major კი იჭიმება. ზურგის უგანიერესი კუნთი ლატისიმუს დორსი ერთდროულად იჭიმება და აქტიური რჩება მხრის სტაბილიზაციისთვის. დელტისებრი კუნთის სტაბილიზაციას უწევს მხარს. რაც უფრო დაბლა მიდის გულმკერდი, მით უფრო იზრდება გულმკერდის კუთხე და მით უფრო მნიშვნელოვანია დელტისებრი კუნთის როლი მხრის სტაბილიზაციაში. ეს ფოტო კონცენტრირებულია დიდი და მცირე მკერდის კუნთების, pectoralis major და pectoralis minoris გაჭიმვაზე. ფეხების გასწორება ჭიმავს ჰემსტრინგებს, ბარძაყის უკანა კუნთებს და კანჭის ტყუპ კუნთს, გასტროკნემიუსს. მუხლების ოდნავ მოხრა ათავისუფლებს დაძაბულობას ამ კუნთოვან ჯაჭვში. გავრცელებული შეცდომები. პრობლემა პირველი. ჰემსტრინგების ბარძაყის უკანა კუნთების დამოკლება. დამოკლებული ჰემსტრინგები მენჯს ქვემოთ ქაჩავს და უკან პოსტერიორულად ატრიალებს. ამის შედეგად წელის ლორდოზი სწორდება და ზურგის ნეიტრალური პოზიცია იცვლება. გადაწყვეტა. დამხმარე ფეხის მუხლის მოხრა. მუხლის მოხრა ათავისუფლებს მენჯს და საშუალებას აძლევს წინ ანტერიორულად გადაიხაროს. მენჯის სწორი გადახრა შესაძლებელს ხდის ზურგის ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას. პრობლემა 2. მოტორულ კინესტიკური ცნობიერების ნაკლებობა მენჯის ნეიტრალური პოზიციის შესახებ. გადაწყვეტა. ტანის გვერდზე ჯოხის დადება ქმნის სენსორულ უკავშირს, რაც ეხმარება ზურგს ნორმალურ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებაში. პრობლემა 3. მკერდის კუნთების, მკერდის დიდი და მცირე კუნთების ფუნქციური შემოკლება. ეს იწვევს ზედაზურგის მომრგვალებას და ხელებსა და ტანს შორის მკვეთრი კუთხის ჩამოყალიბებას. გადაწყვეტა პირველი. კისრის ლორდოზის შენარჩუნება თავის ზემოთ აწევით. გადაწყვეტა მეორე. დიდი და მცირე მკერდის კუნთის მოქნილობის გაზრდა მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად. გულმკერდის კუნთების მოქნილობის გაზრდა ბეჭის სახსრებს საშუალებას აძლევს ერთმანეთისკენ გადაადგილდნენ და ამით მხრის სარტყელის ნორმალური მოძრაობა უზრუნველყონ.
გადაწყვეტა მესამე. ხელების ამაღლებულ ზედაპირზე მოთავსებისას გულმკერდის კუნთების ფუნქციური დამოკლება იწვევს მხრის სახსარში მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვას. სხეულის ეს პოზიცია ქმნის დატვირთვას ტანზე და ხაზს უსვამს დატვირთვას დელტოიდურ კუნთზე. გარდა ამისა, ამ კუთხით მხრის მოქნილობაზე მუშაობა შეუძლებელია. ადაპტაცია. ხელების მაღალ ზედაპირზე მოთავსება ამცირებს დატვირთვას მხრებზე და ქმნის უფრო ეფექტურ პოზიციას გაჭიმვისთვის. პრობლემა მეოთხე. ხრის გაშლის შესრულების სირთულე. გადაწყვეტა. ხელები მოვათავსოთ კედელზე. კედელზე მსუბუქი დაწოლა ეხმარება გულმკერდს გაშლაში. პრობლემა მეხუთე. ქუსლების პოზიციის გადახრა მოტორულ კინესტიკური ცნობიერების ნაკლებობის გამო. გადაწყვეტა. ქუსლების კედელთან მიდება. კედელი უზრუნველყოფს დამატებით საყრდენს და საშუალებას გაძლევთ მკაფიოდ განსაზღვროთ საყრდენი წერტილები. ამავდროულად ჰემსტრიგები იჭიმება და აქტიურად მუშაობს. აქტიური გაჭიმვა.